მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოება. მეგობრებო და ჩემო გამომწერებო. ვაგრძელებ რუბრიკას სოფელსა და ქალაქს შორის კავშირზე, ანუ სოფელში მაცხოვრებელ ადამიანებსა და ქალაქში მაცხოვრებელ ადამიანებს შორის კავშირზე. თუ გახსოვთ, მე პირველ გადაცემაში პირველ სიუჟეტში მოვყევი მოკლედ თუ რა მნიშვნელობა აქვს სოფელში მაცხოვრებელ ადამიანისათვის, რომ შემოვიდეს ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანი, ნებისმიერ შეუღოს ჭიშკარი და ითხოვოს თუ რაიმე ზედმეტი ნამატი პროდუქცია აქვს, რომ შეიძინოს და იყიდოს მათგან. მე წინა სიუჟეტში მოგახსენეთ თუ რა გზა გადის აი სოფელი ადამიანი, როცა თავის პროდუქციას მოიწევს და ბათუმში ჩამოიტანს და დახლებამდე მოდის, რამდენ გადაყიდვაზეა და რა ფასად მიდის კიდველამდე. ანუ ორმაგდება და სამაგდება ეს ფასები. მაშინაც თქვი და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ასეთი პატარა შეთავაზება იყო ქალაქში მაცხოვრებელ ადამიანებზე, რომ შაბათ-კვირაობით ვისაც დრო აქვს, ვისაც მანქანა ყავთ, რომ დაждდნენ მანქანაზე, წამოვიდნენ სოფლებში, ნებისმიერ ოჯახში შევიდნენ, ნებისმიერ ოჯახის ჭიშკრები შეაღონ და მგონი ამაზე დიდი სიამოვნებას ისინი ვერ მიიღებენ, გაეცნობიან იმ ადამიანებს, იმ შრომელ ადამიანებს, ნახავენ მათ ნაშრომს, შეიძენენ ნაშრომს თავისი ხელით მოკრეფენ და თავისი ხელით შეისყიდიან ამ პროდუქციას, თანაც გადაუხდიან რაღაც თანხას, რომელიც მისთვის იქნება ეს მოულოდნელი სტუმრობა და მოულოდნელი შემოსავალი და ექნება სტიმული მეთქი. ასეთი მოკლე მონახაზი გავაკეთე მაშინ. ვინც ნახა ეს სიუჟეტი, ყველამ მოიწონა და ყველამ, რა ვიცი, წარმატებები მისურვა და მე არაფერში არ ვარ, მე წარმატება კი არა, ყველას უნდა იყოს ეს წარმატება. მე არაფერში არ ვარ, მე ისე ვთქვი და მაგალითი მოვიყვანე, რომ მე შემდგომ გადაცემებში გავაკეთებდი სიუჟეტებს თუ ვის რა პროდუქცია აქვს ზედმეტად ნამატი ან საბაზრო დარგული და გასაყიდად. მე მაშინაც ვამბობდი და ახალაც ვიმეორებ, ჩემით ვიწყებ მეთქი და ჩემით დავიწყებ ესეთ რაღაცას. მაგალითისთვის ვამბობ, ახლა მაშინაც მაგალითისთვის მოვიყვანე და ახლა დღესაც მაგალითის ჩემით დავიწყებ და მე უკვე ჩემს სამეზობლოში გადავალ თუ ვის რა პროდუქციას ხმის და რა შრომას გადის, რა წვალებას გადის, რა ფასსაც ყიდიან და ასე შემდეგ. ჩემით მაგალითად დღეს გეტყვი, რომ მე უნდა გესაუბროთ ღვინოზე. მე რომ გითხრათ ახლა რომ ვაწარმოებ ტონობით ღვინოს, მეთქი ნამდვილად არ არის. მე მაქვს ჩემი საყოფისი და ცოტა მეტიც, რომ ვთქვათ, იმას რომ დაჭირდეს გავყიდო. მაგალითად მე ვაწარმოებ ცოლიკაურს, ქედაში ცნობილია ეს ჯიში, უნიკალური ჯიშია ცოლიკაური. თავისი თვისებებით, თავისი გემოვნებებით და რა ვიცი, ყველაფრითაც ეს ერთ ჯიშია. აქვს ასევე ჩხავერი, უნიკალური ჯიშია, ინციცით, რა თქმა უნდა, ძვირფასი, სამკურნალო თვისებებით გამორჩეულია. ჩხავერი ძალიან ძვირად ღირებული ღვინოები კეთდება და მაქვს ესეც მათ გასაყიდეთ და არის კიდე საწური, საწურავი. ეს არის მე მგონი ქედის ბრენდია. ეს სხვაგან არ მოიპოვება, სხვაგან ეს ჯიში არ არის, მხოლოდ მოიპოვება ქედის რაიონში და ისიც ძალიან გავრცელებულიც არ არის, მაგრამ ვისაც აქვს და ვისაც გაუსინჯავს ისი გემოვნება, იმათ იციან თუ როგორი ღვინო და რას ფასობს. ამიტომ მე დღეს მინდა შემოგთავაზოთ და გაგაცნოთ აი ეს ღვინოები ვირტუალურად, ახლა გემოვნებას ვერ იგრძნობს, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ, ვისაც გექნება თქვათ
რაიმე ღონისძიება მე ტონობით შემიძლია თქვა და მე თუ იმას უნდა კიდე სხვა მეზობელსაც საქმე კიდანაც დაიმატოს, მაგრამ თუ იმას აქვს დაბადების დღე მაგალითად, თუ იმას აქვს რაიმე ღონისძიება მნიშვნელოვანი ნიშნობა იქნება ეს თუ სხვა რაღაცა, თუ იმას ყავს სტუმარი, რომელიც უნდა ასიამოვნოს თავის სტუმარს კარგი ღვინოთი. აი მე ასეთ კატეგორიის ადამიანებზე მაქვს გამახვილებული ყურადღება და ასეთ ადამიანებს მინდა მივუმართო, რომ თუ ესეთი რაღაცით დაინტერესდებით, რომ დალიოთ და დაალევინოთ თქვენს სტუმრებს კარგი ღვინო, ასიამოვნოთ, შეგიძლიათ მოგზავნოთ და ჩემთან შეისყიდოთ ღვინო. მე მაგალითად ვშობლები, მე ვიღაცა იტყვის, რომ რეკლამას აკეთებს, შეიძლება რეკლამაც არის, მაგრამ რა თქმა უნდა მე ჩემით ვიწყებ და მარტო ჩემით არ არის, მე მეზობელთანს გადავალ, იმას სხვა პროდუქცია აქვს. მეორე მეზობელთან გადავალ, იმას სხვა პროდუქცია აქვს. ზოგს თაფლი აქვს, ზოგს თამბაქო აქვს, ზოგს ყურძენი და ღვინო აქვს, ზოგს რა ვიცი, კიტრი აქვს, პომიდორი აქვს, ლობიო აქვს და მე კიდევ ერთხელ მინდა რომ გთხოვოთ და მოგზავნოთ ჩემთან, ვთქვათ და ისიამოვნოთ იმ ღვინოებით, რომელიც ასიამოვნებთ თქვენს ნებისმიერ სტუმარს. ესეთი რაღაცა არის, ადამიანი აკეთებს სუფრას, ვთქვათ ქორწილია თუ სხვა ღონისძიებებია. ვთქვათ ერთი კაცის თავი ჯდება 100 ლარი, 120 ლარი. ყველაფერს ახლა არ მინდა თქვა, მაგრამ სუფრა უნიკალურია და როცა შედიხარ უკვე ღვინო არ არის ის ღვინო, რომელიც უნდა იყოს და მაპატიოს ყველამ და შეიძლება ეს 2 ლარიანი ღვინოა. როცა ეუბნები მე ჩემ ღვინო შემოვიტანო დარბაზში, ის გეუბნება 2 ლარად დიან გარეშექო. ესე იგი 2 ლარიანი ღვინოა და ახლა ჩვენს რა ის იძულებული ხდებით, რომ თუ მაინდა-მაინც გეძვირებათ ნატურალური, იძულებული ხდებით, რომ გავაკეთოთ შაქარწყალიანი ღვინოები და ჩვენ შემოგთავაზებთ მაგალითად იმას 5 ლარშიც და 4 ლარშიც და 6 ლარშიც, მაგრამ ჩვენ გეუბნებით იმ ღვინოებზე და მე მაქვს საუბარი იმ ღვინოზე, რომელიც არის ნატურალური და არის სასარგებლო. ასე რომ მე დღეს გაჩვენებთ ჩემს ღვინოს და ნახოთ რა გამოხმაურება და როგორი შედეგები ექნება. მინდა გაჩვენოთ ჩემი პატარა საოჯახო მარანი. ეხლა ვიყოფები ჩემს მარანში, პატარა საოჯახო მარანში, რომელიც კიდევ მიმოვებები ტონობით არ ვაწარმოებ, მაგრამ აქვს თქვათ ერთი სახეობა 400 ლიტრა, მეორე სახეობა 300 ლიტრა, მესამე სახეობა 200 ლიტრა და ასე შემდეგ. აქვს ისევ არაყიც მაქვს და რა ვიცი. ახლა მე მინდა ცალკეულ ჯიშზე და თავის თვისებებზე გესაუბრო. აი მაგალითად აგე გაჩვენებთ, ეს არის ცოლიკაური. ცოლიკაური არის ჩვენი ქედის სიამაყე. ნამდვილად აი ნახეთ, არ არის სხვათაშორის გაფილტრული, ეს თავისით გაიფილტრა ამ ღვინო, თავისი ის აქვს მიღებული ფილტრით, მე ფილტრში არ მაქვს გატარებული, ხანდახან ასე ლამაზად თავისით იფილტრება ხოლმე და რა ვიცი, ეს მართლაც ქედის, ახლა არაცეთ კუთხის ღვინოებს არ ვაკრინებ, მაგრამ ქედის ცოლიკაური საკაიფო ღვინოა და მართლაც სასიამოვნოა, საკაიფოთაც და რა ყველა სტუმართან შეგიძლია მართლა ისიამოვნო და ასიამოვნო ნებისმიერი სტუმარი. ასევე გვაქვს აგერ ჩხავერი. ნახე, როგორც კი პუტებს იქნებს, შამპანურივით. ნახეთ, როგორ მოდის ფუშტულები. ეს არის უძვირფასესი ღვინო.
ჩხავერი, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. რა ვიცი, ძალიან სასიამოვნო, ძალიან კარგი დასალევი ღვინოა და მე დარწმუნებული ვარ, ვინც შეიძენს და წაიღებს ამ ღვინოს, ძალზე კმაყოფილი დარჩება და ნასიამოვნები დარჩება. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება ამ ღვინოს, აი ეს ღვინო გახლავთ საწური. ეს არის ქედის ბრენდი. ქედის ბრენდია ნამდვილი, იმიტომ რომ ეს ქედის გარეთ არ მოიპოვება. და სხვადასხვა ბევრმაც არის ის ამის გემოვნური თვისებები და მე ძალიან მეეჭვება, რომ საქართველოში ეს ღვინო იცოდეს რაღაც 3-5%-მდე, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ეს ჯიში, საწურავი მოიპოვება ქედაში. ადრე კომუნისტების დროიდან შემორჩენილი ჯიშია ეს და რატომღაც მარტო ქედაშია შემორჩენილი ამის ჯიში ღვინო, რომელიც არის ძალიან მსუბუქი და ძალიან კარგი დასალევი. გეტყვით ერთ ფაქტს, რომ დათო ტურაშვილია ასეთი მწერალი, რომელიც მოგზაურობდა აჭარაში, შეიძლება ვინმე ნახეთ ეს, მე მქონდა ორჯერ გაზიარებული Facebook-ზე, მოგზაურობდა აჭარაში და თუ არ ვცდები წონიარში იყო, წონიარში დაალევინეს ეს ღვინო, თუ არ ვცდები. ხო და გაოცებული დარჩა. თუ ვინმე იცნობთ დათო ტურაშვილს, ის მას აფეისტობა არ ახასიათებს და მართლა გულწრფელად დაახასიათა აი ამ საწურავის, აი ამ ჯიშის ღვინო, რომელიც ძალიან ნასიამოვნები დარჩა და წაიღო რამდენიმე ბოთლი და ტელევიზიაში მიტა ნახეთ, გასინჯეთ რა საოცრება, რა ადამიანებია, მაგრამ ესეთი ღვინო არასდროს ადამიანებიაო და ვინც დაინტერესდებით შეგიძლიათ ეს ღვინო მობრძანდეთ და ჩემთან დააგემოვნოთ და რა თქმა უნდა შეიძინოთ. ასე რომ ეს პირველი სიუჟეტი, რომელიც მე თავში ვთქვი და დავიწყებ მე სერიებად ვის რა პროდუქცია აქვს მეთქი, ასე რომ მე დღეს დავიწყეთ ჩემით, შემდეგი სიუჟეტი იქნება სხვა მეზობელთა და სხვა პროდუქციაზე და ყველას მოგიწოდებთ წამოხვიდეთ, გაერიდოთ მაგ ქალაქს, განიტვირთოთ სულიერადაც, მორალურადაც, ყველანაირად, ფიზიკურადაც და გამოხვიდეთ სოფელ მაცხოვრებლებთან და ისიამოვნებთ და ნამდვილად დარჩებით, ნასიამოვნები და დარწმუნებული ვარ 100%, რომ ძალიან იქნება ეს ნაყოფიერი. მე მხოლოდ მინდა რა იცი, ეს კადრები მოხდეს ისეთ ხალხთან, რომელსაც სოფელთა კავშირი არ აქვს. მე ვინც მომიწონა ეს აზრები და ვინც დამილაიქა და ძალიან კარგად მოეწონა, თითქმის ყველას სოფელთან კავშირი აქვს, ან სოფლიდანაა წასული ქალაქში და მე მინდა ისეთ კატეგორიის ადამიანებს მიმართო, რომელსაც სოფელთა კავშირი არ აქვს და მართლაც ისიამოვნებს სოფლური ყველანაირი აი დაწყებული სოფლის სუნითაც, რომელიც თავისებური სუნი გააჩნია, თავისებური სიმშვიდე გააჩნია, ამოხვიდეთ და ისიამოვნოთ. ნებისმიერი ოჯახი გაგიმასპინძდებათ, რომც არაფერი არ შეიძინოთ, რომ გააღებთ ჭიშკარს და დაეძახეთ მასპინძლო, ყველა მიგიღებთ, ყველა გაგიმასპინძდებათ და ნასიამოვნები დარჩებით. თუ ამას არ წაიღებთ, ესეც მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის. ასე რომ, თუ ვინმე დაინტერესდებით ამ ჩემი საოჯახო პატარა ღვინოებით, შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ზე ან დამირეკოთ 595137722-ზე. ასე რომ, დღევანდელი ეს პატარა სიუჟეტი დასრულებულია და დაელოდეთ მომავალ სიუჟეტს, რომელიც სხვა თემაზე და სხვა პროდუქციაზე იქნება მიზღვნილი. ახვამდის, კარგად გრძამდებოდეთ.